საქმეზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ახლა ახალგაზრდები არიან, ხო, ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან და ახალგაზრდები შეცდომას არ დაუშვებენ და ზუსტად იციან ახალგაზრდებმა რა უნდა გააკეთონ. და რატო არიან ნაწყენები ადვოკატებზე, იმიტომ რომ ნაწყენები არიან და მეც ბევრზე ნაწყენი ვარ, ხო? აქედან გამომდინარე, თუ რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენს კომპანიაში არის სიმართლის დრო. აქ მხოლოდ და მხოლოდ იქნება სიმართლე. აქ არის ახლა მოვიწვიე, თხოვე, რომ მინდოდა ჩვენს კომპანიაში ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გზა აქვს გავლილი და ჩვენ ახალგაზრდები თქვათ რაღაცა კუთხით შეცდომა რო არ დაუშვათ და ნებისმიერ საკითხს რო გადაამოწმებს, ურჩევს და ერთად რო შეისწავლიან ნებისმიერ საქმეს და ნებისმიერ საქმეს რო გაუძღვებიან და უნდა იყოს საქმე რა თქმა უნდა გამართული. ბატონ თამაზის თხოვე, რომ ჩვენს კომპანიაში მოსულიყო და ამ ახალგაზრდებთან ერთად ამ საქმეში ჩართულიყო და ახალგაზრდებისთვის კონსულტაცია გაეწიათ. ბატონ თამაზის აქვს ძალიან დიდი გზა გავლილი. ეს ადამიანი იყო იურისტი, მოსამართლე და თუ ვინმე იტყვის დღეს საქართველოში აი დამისახელეთ ერთი ადამიანი, წესიერი ადამიანიო, ეს არის ბატონი თამაზი და მე მას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ვინაიდან მან მე რა ვთხოვე, ბევრი თავისი პირადი საქმეები აქვს, მაგრამ დამთანხმდა და მოვიდა და მინდა რომ აი ამ ახალგაზრდებთან ერთად იმუშაოს. ბატონო თამაზი, ამდენი წლის გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ეს არის ჩემგან, ჩვენი კომპანიიდან, ქალბატონი ქეთიდან ყველაზე ძვირფასი. ყველა ადგილი, სადაც თქვენ გიმუშავიათ, რა თქმა უნდა, იყო ძვირფასი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. რას ეტყოდით ახალგაზრდებს და საქართველოს მოსახლეობას. მაქვს პატივი მივართო საქართველოს საზოგადოებას იმ ნაწილს, რომელიც ამ წუთში ან მომავალში მოგვისმენს და გამაკვირდება, უკვე ნაწილობრივ ცნობილი არის, ცნობილი ბიზნესმენის, ხელმოქმედის ბატონი გელასაია უაღრესად საჭირო და საინტერესო ნაბიჯის აქტიურად ნოვაციის შესახებ, როდესაც მან გადაწყვიტა ამა თუ იმ მოსაზრებით, რომელიც მისი პირადულია, შეიქმნა უძლიერესი იურიდიული ფირმა, რომელიც გარანტირებულ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას შესთავაზებს ნებისმიერ დარგში, სამართლის ნებისმიერ დარგში საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო. ეს საერთაშორისო ფირმა გახლავთ. ჩვენ ურთიერთობა გვექნება სხვა ქვეყნებთან, აზიაში, ევროპაში.